რეკლამის შემდეგ რეალობა კვლავ პირდაპირ ეთერშია საქართველოს პლურალიზმის კავშირის ცენტრების სადონკრებლო ცენტრში შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოში ჩატარებული არჩევნების სასტუმრო ამბასადორში შეაჯამეს. ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით საქართველოში არჩევნები 2012 დემოკრატიულად ჩატარდა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები. პლურალიზმის ცენტრის წარმომადგენლების თქმით, მათ ყველაზე რთული რეგიონი საგარეჯო აირჩიეს და დაკვირვებას 14 უბანზე აწარმოებდნენ. ჩვენ არ ჩამოსულვართ აქ რომელიმე პარტიის მხარდასაჭერად. ჩვენ აქ ქართველი ხალხის გვერდში დგომისთვის ჩამოვედით. ავარჩიეთ ყველაზე რთული რეგიონის საგარეჯო. იყო გარკვეული ხარვეზები, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მცირედი წვლილი შევიტანეთ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაში. იყო გარკვეული დარღვევები, იყო მუქარებიც ამ უმრჩეველზე, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ საბოლოო ჯამში არჩევნები მაინც ნორმალურად ჩატარდა. ახალი თაობა, ახალი ინიციატივა საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის საკუთარ შედეგებს აქვეყნებს. პარალელური დათვლა 500 უბანზე განხორციელდა, შედეგები კი შემდეგნაირად გადაანაწილდა. ქართული ოცნება 55.23%, ნაციონალური მოძრაობა 39.55%, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა 1.95%. ახალი თაობა, ახალი ინიციატივა აცხადებს, რომ რამდენიმე უბანზე დაფიქსირებულია დარღვევა, რის შესახებაც ინფორმაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე გადაგზავნილია. ჩვენს მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები პროპორციული სისტემისათვის ამ გამოსახული გახავთ ეკრანზე და შეადგენს შემდეგ მონაცემებს. ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება 55.23%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მეტი სარგებელი ხალხს 39.55%, გიორგი თარგამაძე ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება 1.95%, შალვა ნათლაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია 1.24%.